ადამიანები, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ და ერთმანეთთან მხოლოდ ყეფით და კონკრეტული ჟესტიკულაციით კომუნიცირებენ. უმძიმესი თანდაყოლილი ანომალიები, როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი დეფექტები და ფსიქიური განვითარების ხარვეზები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ოჯახში ერთად თავმოყრილი. რანაირად, რა სამედიცინო საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამდენ ერთდროულად თავმოყრილ განვითარების შეფერხებას და რატომ ამდენი უიღბლობა ერთ ოჯახში. სანამ ამ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებოდეთ და სამედიცინო დეტალებში ჩავიდოდეთ, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი, დაიმახსოვრე, ეს ჩემთვის ყველაზე მაგარი სტიმულია. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით მსოფლიოში ცნობილ ვიტეკერების ოჯახზე, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში, ვესტ ვირჯინიაში. ისინი 10 წლეულების განმავლობაში იზოლირებულად მთელი საზოგადოებისგან ცხოვრობდნენ და ისე ვითარდებოდნენ. აი ამ კადრებში კი ხედავთ მათ ყოველდღიურობას, ერთი შეხედვითაც კი ადამიანი მარტივად ამჩნევს, რომ მათ განვითარების გარკვეული შეფერხებები აქვთ, როგორც ვიზუალური, ასევე ფსიქიურ დონეზე განვითარებული გენეტიკური ანომალიები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად აფერხებს და უშლის ხელს. ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეუძლია გარშემოყოფებთან და მხოლოდ ამ გაურკვეველი ხმოვნებით და ყეფის მაგვარი ხმით აგებინებს გარშემოყოფებს რა უნდა მას. ეს ოჯახი აღმოაჩინა ერთ-ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა და მოახდინა მათი ყოველდღიურობის დოკუმენტირება, რის შემდეგაც ისინი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. როგორც აღვნიშნე, ისინი 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ იზოლირებული სამყაროსგან და შესაბამისად ისინი ინტიმურ კავშირს ამყარებდნენ უახლოეს გენეტიკურად მონათესავე ადამიანებთან, რის შედეგადაც ჩნდებოდა ყოველი თაობიდან თაობაზე უფრო და უფრო მეტი გენეტიკური დაავადებები და იშვიათი განვითარების შეფერხებები. წარმოიდგინეთ, უახლოეს ბიძაშვილებს შეეძინათ შვილი, მაგრამ ჯერ ყველაზე უფრო გასაკვირი არ გაგიგიათ, ამ ბიძაშვილების მამები იყვნენ იდენტური ტყუპები. უცებ აგეხსნით, იდენტური ტყუპი ნიშნავს იმას, რომ გენეტიკური ინფორმაცია ორ ადამიანს სრულიად იდენტური აქვს. ანუ ჩათვალეთ, ამ ორი ბიძაშვილის მამა იყო ერთი და იგივე ადამიანი. შესაბამისად, ისინი ჩვეულებრივ ბიძაშვილებზე უფრო მეტად ახლო მონათესავეები გამოდიან გენეტიკურად, დაახლოებით იმ დონეზე არიან, როგორც ნახევარ-და და ნახევარ-ძმა. და ესე გენეტიკურად ახლო მდგომარე ადამიანებს შეეძინათ ბავშვი და რაც მთავარია, მსგავსი კავშირები თაობიდან თაობაზე მეორდებოდა. რამდენად შემაწრწუნებლად და სამწუხაროდაც ეს ისტორია არ უნდა ჟღერდეს, ისინი მსგავსი მძიმე დარღვევების და გენეტიკური დაავადებების მიუხედავად არ კარგავენ ერთ მნიშვნელოვან რამეს, კონკრეტულად ერთმანეთზე ზრუნვას და მიუხედავად მათი ამ წარმოუდგენელი დაბრკოლებებისა, ისინი ერთად დგანან და ებრძვიან ყოველდღიურობის სირთულეებს. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ სამედიცინო ნაწილს, რაც მე და თქვენ როგორც ამ არხის მაყურებელს ალბათ უფრო გაინტერესებთ. აქ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა. ყველამ ვიცით ინერციულად, რომ მსგავსი ახლო ნათესაური კავშირები არ შეიძლება და იწვევს მსგავს გენეტიკურ დაავადებებს, მაგრამ რეალურად რა დევს ამის საფუძველში და რანაირად ჩნდება ისეთი გენეტიკური დაავადებები ბავშვში, რომელიც არც მამას და არც დედას არ ჰქონია. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ადამიანი ჩასახვისას იღებს გენეტიკური ინფორმაციის ორ ასლს. ანუ მთლიანი დნმ-ის და მასში შემავალი გენების ორ ასლს, ერთი დედისგან და მეორე მამისგან. შესაბამისად, რო ავიღოთ ერთი კონკრეტული გენი, მაგალითად თვალის ფერის გამსაზღვრელი გენი, ამ გენში არის ორი ასლი. ერთი, რომელიც მამის თვალის ფერის გამსაზღვრელი გენი იყო და მეორე, რომელიც დედის თვალის ფერის გამსაზღვრელი გენი იყო. და მათი ურთიერთთანხვედრის შედეგად იქმნება მათი მომავალი შვილისთვის გენეტიკური ინფორმაცია, თუ როგორი თვალის ფერი უნდა ჰქონდეს მას. მაგრამ აქ დაგებადებათ ალბათ საინტერესო კითხვა. არსებობენ რა თქმა უნდა ისეთი წყვილები და ჩვენც ვიცნობთ ბევრს, რომელთაც მაგალითად ჰქონდათ მუქი ფერის თვალები, მათ შვილს კი ჰქონდათ ცისფერი ან მწვანე თვალი. რანაირად არის ეს შესაძლებელი, თუ გენეტიკური ინფორმაციის ასლები მხოლოდ დედისგან და მამისგან მოდის. აი სწორედ აქ არის ის გადამწყვეტი ნიუანსი, რაც ნათელს მოჰფენს ასევე იმ უიშვიათეს გენეტიკურ დაავადებებს, რომელიც ვიტეკერების ოჯახში არსებობდა. როგორც გითხარით, ადამიანი გენეტიკური ინფორმაციის ორ ასლს იღებს. შესაბამისად, ისეთ ადამიანშიც, რომელსაც ყავისფერი თვალი აქვს, მასშიც არსებობს კონკრეტული ორი ასლი ამ თვალის ფერის გამსაზღვრელი გენის. იქიდან გამომდინარე, თუ მიმსჯელებთ, რომ ორი მუქფერიანი თვალის მქონე ადამიანს გაუჩნდა ცისფერ
ცისფერთვალაშვილი. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლების გენეტიკურ ინფორმაციაში არსებობდა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გენი, კონკრეტულად ერთი, რომელიც იყო ყავისფერი თვალისთვის გამსაზღვრელი გენი, მეორე კი ცისფერი. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყავისფერი თვალის გამსაზღვრელი გენი აღმოჩნდა დომინანტი, ანუ უფრო ძლიერი, ვიდრე ცისფერი თვალის გამსაზღვრელი გენი. და მშობლებში, რომელთაც ყავისფერი თვალი ჰქონდათ, დათრგუნა ამ გენმა ცისფერი თვალის გენი და მათ შედეგად გამოუვლინდათ ყავისფერი თვალი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გენეტიკურ ინფორმაციაში დევს ცისფერი თვალის გამსაზღვრელი გენიც, რომელიც რეცესიული და სუსტია. შვილის შემთხვევაში კი, რომელსაც ცისფერი თვალი აღმოაჩნდა, მისი ჩასახვის დროს მოხდა სწორედ ის კომბინაცია, რომ ორივე მშობლის გენეტიკური ინფორმაციის რეცესიული, ანუ ის დათრგუნული ნაწილი შეხვდა ერთმანეთს და შედეგად მათ შვილში თავი იჩინა როგორც ახალმა ახასიათებელმა, ანუ ცისფერმა თვალმა. რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი თვალების ფერზე და მის განსაზღვრაზე გენეტიკურად? იმიტომ რომ სწორედ უიშვიათესი გენეტიკური დაავადებებიც რეცესიული გენის მატარებლები არიან ხოლმე. ანუ მათი გამოვლენაც დამოკიდებულია იმაზე, რომ ორივე მშობლის გენეტიკურ ინფორმაციაში უნდა იყოს ამ დაავადების გამსაზღვრელი ეს სუსტი, ანუ რეცესიული გენი. დააკვირდით, თუ გჭირდება ორივე მშობელში მსგავსი გენეტიკური დაავადების მქონე გენი, მაშინ გამოდის, რომ რაც უფრო მსგავსია მშობლების გენეტიკური ინფორმაცია ერთმანეთთან, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მათ ექნებათ ამ იშვიათი დაავადების გამსაზღვრელი ეს სუსტი გენი. როგორც ვიცით, რაც უფრო ახლო ნათესავია ადამიანი, მით უფრო მსგავსი გენეტიკური ინფორმაცია აქვს მას ჩვენთან. მსგავსი ახლო ნათესაური კავშირების შედეგად იზრდება ალბათობა იმის, რომ ეს დაავადებები, რომლებიც ამ გენეტიკურ ინფორმაციაში აქამდე არსებობდა, თუმცა არავისთან არ გამოვლინდა, ეხლა ახლო ნათესაური კავშირის შედეგად შეიძლება შემდეგ თაობას გამოუვლინდეს. და სწორედ ეს გახდა ვიტეკერების ოჯახში ამ უამრავი როგორც ფსიქიური, ასევე ორგანული გენეტიკური დაავადებების საფუძველი. თქვენ წარმოიდგინეთ და იმდენი კომბინაცია არსებობს მათ ოჯახში ამ თაობებიდან თაობამდე ახლო ოჯახური კავშირებით, რომ შესაძლოა ეს სინდრომები ბოლომდე სამედიცინო საზოგადოებისთვის ნაცნობიც კი არ იყოს. თუმცა მათი, რა თქმა უნდა, ესე სამეცნიერო მიზნით გამოკვლევა ეთიკურად არ არის მიღებული. ეს ისტორია რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ არის ჰორორი და არის სინამდვილე და მიგვითითებს სწორედ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ცხოვრობს სრულიად იზოლირებული, ყველანაირი მორალური, რელიგიური, სოციალური მიზნებისა და პრინციპების გარეშე და ემსგავსება მის საწყის ფორმას, რაც ინერციით მას არა ევოლუციისკენ, არამედ პირიქით რეგრესისკენ უფრო უბიძგებს. შენ კი თუ საინტერესო სამედიცინო ვიდეოები და თემები გაინტერესებს, უკვე იცი რაც უნდა ქნა, აღარ შეგახსენებ, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ კვირაში ახალი ვიდეოთი.